რაც დავდიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმება და ძალიან საინტერესო ამბავში ჩაღრმავებას გთავაზობთ. იქამდე კი მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი გადაცემა ყველა პლატფორმაზე: Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. თუ გახსოვთ ასეთი, დაგომისის ხელშეკრულება. მისი მოქმედება საქართველოს ზუსტად ამ დღეებში 17 წლის წინ შეწყვიტა, 2008 წლის სექტემბრის დასაწყისში. ოღონდ იმ მომენტისთვის დოკუმენტი უკვე მკვდარი იყო, რაკი რუსეთმა აღიარა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამბავი ჩვენი თაობისთვის ზუსტად მაშინ დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში არაფორმალებად წოდებულმა ლიდერებმა დაიწყეს საუბარი თავისუფლებასა და საბჭოთა კავშირიდან გასვლაზე. როგორც ალტერნატივა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაშინდელ ავტონომიებში უცებ გაჩნდნენ ჯგუფები, ძალები, რომელთა პირითაც რუსეთმა, საბჭოთა კავშირმა გვითხრა: გახვალ თქვენ, დაკარგავთ ამ მიწებს. ვის ესმოდა მაშინ ვითარების სერიოზულობა, ვინ ემორჩილებოდა რუსულ შანტაჟს, ვინ არ ემორჩილებოდა, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად იყო ხალხი, ვინც იბრძოდა. იცავდა თავს, იქაურ ქართულ და არა მარტო ქართულ მოსახლეობას, იცავდა ნამდვილად ქართულ მიწას. ამ მებრძოლთაგან ერთია თემურ ლიპარტელიანი, თადარიგის პოლკოვნიკი, რომელიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჯერ მოხალისად წავიდა, შემდეგ ოფიცრად დაბრუნდა რამდენჯერმე. თემურ ლიპარტელიანს 80-იან წლებში სავალდებულო სამსახური საბჭოთა არმიაში სპეცდანიშნულების ჯარებში მოუხდა, რომელიც ავღანეთში გაგზავნეს. სულ უმეორებ ხოლმე, რომ წიგნი უნდა დაწეროს, აუცილებლად. მაგრამ რაკი ამას არ აკეთებს, ეს ისტორია აი ასე ნაწილ-ნაწილ უნდა ვაქციოთ ახლა დოკუმენტად. დღეს თემურ ლიპარტელიანთან ერთად ვიხსენებთ შეერაღებული დაპირისპირების მზადებასა და დაწყებას ყოფილ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის რეგიონში. თემურ, გამარჯობა. პირველ რიგში დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და დღეს ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. თუ მზად ხარ, მოდი დავიწყოთ. და დავიწყოთ სულ თავიდან. თქვენ ავღანელები, საქართველოს ავღანელთა კავშირი იყავით, მგონი პირველი სამხედროები, პირველი ფორმიანი და იარაღიანი ადამიანები, ვინც მოხვდა ჯერ კიდევ ყოფილ საბჭოთა სამხრეთ ოსეთში. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? თქვენთვის როგორ დაიწყო? ედპ-ის შენობა არის. მანდ იყო მაშინ ქალაქის კომკავშირის რაიკომი, ქალაქკომი. მე გამოგვიყვეს ერთი ოთახი და იქ ვიყავით და იქედან დაწყებული ხა მკვდარი უნდა ყოფილიყავი რა, რო არ ჩარეულიყავი ესეთ რაღაცებში ხა და იქ მიდის ხან ერთი სახლი დაწვეს, ხან ერთს ეჩხუბენ, ხან ისცემეს, აგერ ბიჭები დაჭრეს ცხინვალში, გია ყარყარაშვილი და ესენი და ეს ხო მოდიოდა რა ესენი. ჯერ თავიდან ეს ავტობუსებით რო ჩავიდნენ და ამოსებმა რომ რუსეთთან შეერთება გვინდაო. 1999 წელს ადამონ ნიხასმა და რაღაც ორგანიზაციებმა, რომელიც კრემლმა ჩამოაყალიბა, მოითხოვეს ჩრდილო ოსეთთან შეერთება, სამხრეთ ოსეთის ჩრდილო ოსეთთან შეერთება, რუსეთთან შეერთება ფაქტიურად. და გვახსოვს, რომ 99 წელს 23 ნოემბერს გიორგობას 1000-ობით ქართველი გამსახურდია ხელმძღვანელობით დაიძრა ცხინვალისკენ, რომელთაც გზა საბჭოთა შინაგანმა ჯარმა გადაუკეთა. მაშინ იქ იყავით უკვე? გინდოდა თუ არ გინდოდა, ეხლა ცოტა მაინც ჩაგითრევდა ესეთი სიტუაციები იყო, ესეთი სიტუაცია იყო მთელ საქართველოში. პირველი ავტობუსებით რო წავიდნენ, მაშინ შევედით ცხინვალში ტირძნისიდან რა, ლიახვზე გადავედით და შიგნით ამ მხრიდან შევედით, რომ აი გაგვეგო რა ხდებოდა. აქ იყო მიტინგები, სიტყვები, ოსები ცალკე ყვიროდნენ, ქართველები ცალკე მიტინგებს ატარებდნენ. ფაქტიურად ის ისე იყო თუ ასე იყო, მშვიდობიანად დამთავრდა რა, ძალიან დიდი გართულებები არაფერი არ ყოფილა ესეთი. შემდეგ ზვიადის პერიოდი რო იყო, უკვე ზვიადი რომ მოვიდა მთავრობაში 90 წლის დეკემბერში, ისე დაძაბულობები იყო იქ უკვე მოსებმაც ადამონ ნიხასი იყო ეგეთი ორგანიზაცია, როგორც ჩვენი სახალხო ფრონტი. ნოდარნათაძის. და დაიყო დაძაბულობა, ხან ერთ მიუვარდებოდნენ ქართველებს, ქართველები ოსებს და იძულებული გახდნენ შეეყვანათ მაშინ მილიცია ერქვა, მე მგონი ჯერ კიდევ პოლიცია. უკვე. ხო, და ამათთან ერთად ჩვენც ავღანელებმა გამოვთქვით სურვილი, რომ შევსულიყავით მაგათთან ერთად ყოფილიყავით და როგორც ახლა საბრძოლო მოქმედებებში გამოცდილები და
ისე თუ ასე მწოდნე ხალხი ამ შეიარაღებული კონფლიქტების გამოცდილების მქონე ხალხი მიგვიღეს ვითომ ანუ მოგწეს მილიციის ფორმა საბუთები გამოგვიწერეს უცებ ერთ დღეს ჩაგვაწვეს დაგვახურეს და წავედით მილიციელების სახით ცხინვალში ეს არის 90 წელი 90 წლის დეკემბერი რა ახალი წელს იქ შევხვდით ცხინვალში იყო პატარ-პატარა გასროლები ისინი მე დავდიოდით იმ 9 სოფელი ხეობის დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში რაღაც საჭმელი მიქონდა რაღაცები მიქონდა მოგქონდა იქ უკვე ცალკეული ოსები გამოხდებოდნენ ცალკეული ქართველები აქედან ისროდნენ როგორც ღამის პოსტები იყო გაკეთებული თითქმის მთელი საქართველოსდან მილიცია იყო ჩამოსული პოსტები ჰქონდათ გაკეთებული ცხინვალში ღამე მორიგეობდნენ იმ პოსტებზე ლამის ვაკონტროლებდით რა თითქმის მთელ ცხინვალს ამ ცხინვალზე გადაბმული არის თამარაშენში კიდე ქართველებით დასახლებული სოფელი იყო ერთ-ერთი უძლიერდი სოფელი ასე დაიწყო ჩვენი მერე დაიძაბა რა ფაქტიურად დაიძაბა სიტუაცია გაგიშვეს ერთია მაგრამ ფორმა იარაღი განთავსება ზურგის სამსახური ეს ყველაფერი ვინა იყო ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომა იყო საკუთარ თავზე ჩვენ ცხოვრობდით ყოფილი საოლქო კომიტეტის შენობაში მან ცენტრში ეს შენობა იქ ცხოვრობდით პირველ სართულზე რა ნუ ცხოვრება თუ ქვია ამას ავი ზოგს იატაკზე გვეძინა ზოგსად გვეძინა რა თქვია წამალი ავტომატები არ ქონდა არა პეპეშები იყო მოხსნელი იქედან ზოგის კოლინიდან ნუ მილიციას კი ქონდა რა ეხლა 1000 ერთხელ თუ ბოდიში ამ სიტყვაზე და დაითრევდი იმას ავტომატს და რაღაცა თქვია წამალს ესენი თქვია წამალი იარაღი არ იყო თორე თქვია წამალი კი იყო რა იარაღი არ იყო ზოგი ეხლა მე მოქალაქეები რომ მოდიოდნენ ზოგი შაშხანა მოქონდა სახლიდან ზოგს ორლულიანი თოფი მოქონდა თავიდან ესე იყო ჩაცმულები ეგენი არ იყვნენ დახურული ეგენი არ იყვნენ მახნოს ბანდასავით იყვნენ რა ღიპებით და იმით მაგრამ იმათ შეიარაღებაში პოლიციას მილიციას ქონდა თავისი ისა ქვია საშტატო ერთეული როგორც მაკაროვები ისე ავტომატები კალაშნიკოვის ავტომატები და ამას ამით იდგენ პოსტებს ჩვენ მოგწეს მე პირადად პეპეშა მქონდა და მე ცოტა ხნის მერე უკვე რომ შემოიტანეს საიდან შემოიტანეს აღარ ვიცი როგორ მე ისა რა ქვია კალაშნიკოვის აკმ მქონდა ეს საბჭოთა შინაგანი ჯარი რეალურად რა ფუნქციას ასრულებდა როგორ იქცეოდა გამოხატულად ჩვენს წინააღმდეგ იყო და გამოხატულად სეპარატისტებს ემხრობოდა უკვე მაშინ 99 წელს რუსები ეხა ვერტრენები დაფრენავდნენ თავისთავად მაგრამ რუსები მეერვე პოლკი იყო შინაგანი ჯარების საბჭოთა კავშირის აი სამგორთან რო იყო ხო და ესენი დადიოდნენ ბტრ-ებით იყვნენ დადიოდნენ ვითომ აკონტროლებდნენ მაშინ ministri იყო დილარი ხაბულიანი და ერთ-ერთ თათბირზე კი გითხრა რომ აი რუსებთან ერთად ვიმუშავებთო ისო რაღაცები ესეთი რაღაცები და მაგრამ ეს რუსები ვითომ ჩვენთანაც მწვადს არ წვავდნენ და არც ჩამფურს არ წვავდნენ მაგრამ რეალურად სიტუაციას ვერავდნენ აკონტროლებდნენ მან მუშაობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის დაზვერვის სამმართველო მუშაობდა ფანტასტიკურად ყველაფერს აკონტროლებდნენ მიმაგრებულიც ყავდათ ერთი კაცი ესეთი კრასოვსკი იყო გვარად მე ჩვენ გვასწავლიდა ფრონზეში თვითონ როგორც მოყვა მე მილიცია რამდენად მზად იყო მას ამისთვის არ ამზადებდნენ რეალურად ბერდეემები მოხსნეს კონსერვაციიდან სადაზვერო მანქანებია 4 ბლიანები რო გასაგებად რო ხალხმა თვითონ მაყურებელმა რო გაიგოს და კონსერვაციაზე მყოფი იქ იმდენი ისა რა ქვია საპოქსაცხები მას ისა რა ქვია წასმული
ნუ ამათ მარიცო ჩვენებმა დავშალეთ ყველაფერი, გავრეცხეთ, გავასუფთავეთ. და სროლა რო დაიწყეს, ფართეთვალებს გვიყურებდნენ ეს მილიციელები, სროლობენ. და 3 წელი გქონდა მაგი ჩვენ ავღანელებს და მთელი ღამის განმავლობაში პატრულირებას ვაკეთებდით ცხინვალის და გაცილება თუ უნდათ. აი მაშინ ისე კარგად იყო, კარგად რა ეხა ხალხი მაშინ ჯერ კიდევ იყო ეს საწყობები, მაღაზიები, რაღაცები ისეთი რომ სადაც სურსაცანოვაგე იყო და ამ სურსაცანოვაგეს უგზავნიდნენ, კარაკი იყო, ტუშიონკები იყო, ის არა ჩათუშული ხორცის ისინი აქვეა ქილებში და დაქონდათ სოფლი პურის თქვილი, შაქარი და ვაცილებდით ხოლმე ამათ რა ქართულ სოფლებში. პირველი ლტოლვილები როდის გაჩნდნენ? აი ამ პერიოდში გაჩნდნენ, ხო, პირველი ლტოლვილები? პირველი ლტოლვილები მაშინ გაჩნდნენ დეკემბერში. დეკემბერში თუ არ ვთქვი რა. აი მაშინ წამოვიდნენ ცხინვალიდან, იქ საბრძოლო მოქმედებები რო იყო, პირველი ლტოლვილები ცხინვალიდან წამოვიდნენ და ზნაურის რაიონიდან წამოვიდნენ. ადრე ყორნისი ერქვა, მაგრამ მე ზვიადი დროს ყორნისად გადაკეთდა ისევ ეს ზნაურა ჩვეულებრივი ყაჩაღი იყო, მე კომუნისტებს და წითლებს ხარი დაუჭირა ქართველების წინააღმდეგ 20-იან წლებში ოსების და იმითი ბრძოლები რო ნე მაშინ მეთაურობდა იმას და დიდი ძეგლი დაუდგეს ყორნით და გადაარქვეს ზნაურად. ავღანელებისა და მილიციის გარდა ვინ იყო კიდევ იქ შეიარაღებული? რაღაც მოხალისეთა რაზმები იყო? თუ იყო, ვინ იყვნენ და ვის ემორჩილებოდნენ? ან იარაღს საიდან შეულობდნენ ეს ადამიანები? გადაკეთებული ავტომატები ჰქონდათ სკოლაში რო იყო ავტომატები, ხო იცი? ხო გისწავლია სკოლაში. გაჭრილები რო ჰქონდათ, აი ის ჰქონდათ იმაზე ხამუտს უკეთებდნენ, გაიგე იმაში 31 ქარხანაში ან ტოკარი ჩამოვარჭობდა იმას, რა ქვია, რკინას იმისე რომ არ გასულიყო და იმით ომობდით რა, რეალურად. ხო და ეს შეკრებილი სასტავი იყო ხა, აი ბესო ქუთათელაძეს ყავდა ჯგუფი, საჩხერის ბატალიონი მაგასთან ერთად იყო გია და ესენი რო დაჭრეს ცხინვალში. ფაქტიურად აი მაშინ დაიძაბა რა, იმათ რა ქვია, მაშინ დაიძაბა ყველაზე მეტად სიტუაცია ქალაქში, მანქანაში ესროლეს რა, მანქანით გადაადგილდებოდნენ, იმიდან მოდიოდნენ თამარაშენიდან და მაშინ დაწყეს ამათ და გია დაწყეს ყარყარაშვილი და ერთი ურიდია თუ ვიღაცა მოკლეს როგორც მახსოვს რა. ხო და მაშინ დაიძაბა სიტუაციები რა, ფაქტიურად და მაშინ ვისაც არ ეზარებოდა ძმაო, ხო? ანუ ვისაც გული ერჩოდა, ბევრი იყო ასეთი, მართლა რომ გული ერჩოდა და მართლა რომ დაცვა უნდოდა ხალხი. ასე იყო სამეგრელოდანაც წამოსული რა, ქუთაისიდან იყვნენ წამოსულები, ქუთაისის ბიჭები იყვნენ, ავღანელები, საჩხერლები იყვნენ, ასე საძმოები რა შეიკრიბებოდნენ, წავედით, ვისაც ჰქონდა იარაღის და ყიდვის თავი და იარაღის იგი და სკოლიდან წართმეული იარაღი და თოფებით ან ასე დადიოდა ხალხი რა მაშინ. ეს ამდენი ჭრელი ხალხი საერთო ამოცანას ასრულებდა, ვინმე საერთო მეთაური ყავდათ, ერთიან ბრძანებას ემორჩილებოდნენ, ვინმე ugegმავდა ყოველდღიურ მუშაობას, ყოველდღიურ მოქმედებას თუ ყველა იმას აკეთებდა, რასაც საჭირო თვლიდა. რო გითხრა შენ რომ აი ის იყო, რა ქვია, საფეხურებრივი უფროსობა იყო და იგი ესეთი რამე ზვიადის დროს არ იყო. თავიანთ პარტიებს ემორჩილებოდნენ. კოსტავას საზოგადოებასაც ყავდა თავისი შეიარაღებული ფორმირება, თავისი ედპ-საც ყავდა თავისი შეიარაღებული ფორმირება, აი წერეთლის პარტიასაც ყავდა თავისი შეიარაღებული ფორმირებები, ხო და იმათ ემორჩილებოდნენ. ამ ყოფილ სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო კონტინგენტი გათავსდა 92 წლის ზაფხულში, ზაფხულის პირველ ნახევარში. ზაფხულის მეორე ნახევარში დაიწყო ომი აფხაზეთში. აი ყველა ეს ფორმირება, ეს შეიარაღებული ადამიანები, ან მათი რა ნაწილი წავიდა აფხაზეთში. აფხაზეთის ომი რო დაიწყო, უმრავლესობა ამ ჯგუფებისა თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შევიდა, როგორც ავაზა მაგალითად და ესენი შევიდნენ ბესო ქუთათელაძის საჩხერის ბატალიონი, ესენი თავდაცვის სამინისტროს გვარდიას დაემორჩილნენ თავიდან, გვარდიაში შევიდნენ და თავისთავად ზოგი თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შევიდა. და ზოგი დაიშალა რა, ზოგი სახში წავიდა რა. იმედი მაგალითად, იმედი მარნეულის ბატალიონად გადაკეთდა რა, უმრავლესობა მარნეულის ბატალიონში ხომასურიძე და ესენი იყვნენ. ზოგი თამარაშენში დარჩენ, თამარაშენელი ბიჭები იყვნენ, მაისურაძეები, ესენი იმედის ყოფილი ზოგი იქ დარჩა და
ჯარში აღარ წავიდა და აფხაზეთის ომი რო დაიწყო ფაქტიურად იმ აფხაზეთის ომში თითქმის ყველა შეერაღებული ფორმირება დაექვემდებარა რა კანონს და სახელმწიფოს. ოლქი გააუქმა გამსახურდიას დროინდელმა პარლამენტმა, მერე გამსახურდია დაამხეს. რამე შეიცვალა იქ ადგილზე, რამე შეიცვალა ამით? როდესაც ზვიადი დაამხეს და შევარნაძე მოვიდა, უფრო გამწვავდა სიტუაცია ცხინვალის მიმართულებით, მან თმანეთს ვირო ცხონებული ვიროს ეძახდნენ, მაგრამ რა გვარი იყო. ინდიაშვილი ის დააწვეს და ესეთი რაღაცები კონფლიქტები ხშირად ხდებოდა. რა უნდა და რუსული ესმით ორი სიტყვა იქნებ უცხოენათა რომ გააცხოს ეს ამოგვწმინდა და კიდე ისა 1992 წელს უკვე შევარნაძემ, რომელიც ჯერ არ იყო პრეზიდენტი, მაგრამ სახელმწიფოს მეთაური ერქვა, ხელი მოაწერინა უფრო სწორედ თავის სახელით ხელშეკრულებას, სამშვიდობო ხელშეკრულებას რუსეთთან, ეგრეთ წოდებულ გაგომისის ხელშეკრულებას, რომელთაც სამშვიდობო ჯარი შემოვიდა და განთავსდა ამ ყოფილ სამხრეთ ოსეთში. ამ სამშვიდობო თუ ვითომ სამშვიდობო ჯარის შემოსვლით რამე შეიცვალა? შევარნაძის დროს უკვე სამშვიდობო ძალები ჩააყენეს. ერთი ბატალიონი ქართველების, ერთი ბატალიონი ოსების და ერთი ბატალიონი რუსების. და პოსტებზე გაანაწილეს დამკვირვებლების სახით. ფაქტიურად რუსები იყვნენ ყველგან, მაგრამ ქართველებიც მონაწილეობდნენ როგორც დამკვირვებლები. აი ამ დაგომისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმატი რამდენად მოგებიანი იყო ჩვენთვის? იმიტომ რომ მახსოვს სულ იყო ლაპარაკი, რომ ოსებს ორი ბატალიონი გამოუვიდათ, ოსური და რუსული და ჩვენ ყავდა მხოლოდ ერთი ბატალიონი და უპირატესობა, პირდაპირ უპირატესობა, სამხედრო უპირატესობა იმათ ჰქონდათ. ეს რეალურად ასე იყო, იგრძნობოდა საქმეში, რომ უპირატესობა ჰქონდათ. მე ყოველთვის, როდესაც კი დაზვერვის მოხსენებას ვაკეთებდი ხოლმე, ყოველთვის რუსების ბატალიონს მოვიხსენიებდი ოსების მხარეზე. და სულ კამათი მქონდა ხოლმე ამაზე. არაო, ბიჭო, მე ჯობია მე ვთხარი მოიხსენიო და გააკეთო ისე მათ ისინი იმის მხარეზე იქნებიან ყველა ვარიანტში. იმათ უჭერენ ხარ, არ უნდა ჩვენთან მშვიდობა, არ უნდათ რომ ჩვენთან მშვიდობა იყოს და ნორმალური ცხოვრება წავიდეს და ხალხმა დაისვენოს. როგორც კი სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა, როგორც კი ცხინვალი დაწყნარდა ისე თუ ასე რა, ანუ ის ჯარები ჩადგა, ორ თვეში, სამ თვეში ომი დააწყებიეს ქართველებს იმაში, რა ქვია, სოხუმში გადასცეს ახალციხის კადრირებული დივიზია, მოგვცეს ეს ტანკები და დაგვილოცეს გზა და გაგვიშვეს ცხინვალში, იმაში, სოხუმში. არაბითარ შემთხვევაში არ აწყობდათ ეს დამშვიდებული და დაწყნარებული ცხოვრება. ეხლაც ისე არიან ყოველთვის, რომ უნდათ აი შენ დაძაბული იყოს სულ რომ ნორმალური ცხოვრება არ გქონდეს რა. და იმ რუსმაც არ დაინახოს რომ აი თურმე ერთ-ერთ რესპუბლიკაში, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკაში, ყოფილ რესპუბლიკაში სიტყნარია ნორმალური ცხოვრება, წინმიდის ცხოვრება და იმან არ დაინახოს ეს და იმ თვითონაც არ მოუნდეს ეს. არ ვიცი, მე ასე ვქნა ყოველ შემთხვევაში. თემო, რამდენიმე წლის მერე დაბრუნდით იქ უკვე ოფიცრად. რამდენად შეცვლილი დაგხვდა ვითარება? 95 წელში დავინიშნე მან სამშვიდობო ძალებში სარდლის მოადგილედ. კი იყო მისვლა-მოსვლა, აი თუ ვინმეს იცნობდნენ და რაღაცა მანქანების მოპარვები იყო, მან გადაყავდა ცხინვალში ყიდიდან. იქეთ ფრონეს ხეობიდან წამალზე და იმაზე დარბოდნენ საშინელებები ხდებოდა რა და იყვნენ ხალხი უკვე თითქმის აი მე შეხვედრები მქონდა უკვე ჩემთან ვიმსახურობდა ყოფილ საბჭოთა არმიის დროს ოფიცრებთან და იმათთან და უკვე თვითონვე ხვდებოდნენ რომ კაკოვა ჩორტა გასუდარსტო ჩვენი ფული ჩვენ არა გვაქვს ისა რა აი უკვე იწყებოდა რა ესეთი რაღაცეები 97-ში მე სასწავლებლად წავედი და აი რომ ჩამოვედი 2000 წელში უკვე ჩათვალე რომ მაშინ გაცილებები კი იყო მაგრამ ოსი უნდა აგეყვანა ვიღაცა ცოტა ესეთი მაგარი ბიჭი დაგესვა მანქანაში და გააცილებდა აი მან ტუნელით გვირაბით წაიყვანდა ვლადიკავკაში ხო და აი რომ ჩამოვედი მე 3 წელიწადში ისე იყვნენ უკვე რომ აღარც გაცილება ჭირდებოდათ არაფერი ეს ქართველები ჩადიოდნენ ცხინვალში საქონელს ინახავდნენ კეიფობდნენ ერთად აი თითქოს ომი არ იყო რა იქ და დაძაბულობა არ იყო ისეთ შტაბის დილება დაგჭებოდა კაც ჩვეულებრივად ქართული ნომრებით მიდიოდნენ
ჩადიოდნენ, პრობლემები არ ჰქონდათ. და მე აირია ის 2004-ში. უკვე ვაჭრობა რო იყო, ერგენეთის ბაზრობა რო იყო, იქ უკვე ამ ბაზრობამ რაღაცა ნაწილად თითქოს შეარიგა რა ხალხი. ეს ერგენეთის ბაზრობა მაშინაც ცხელი თემა იყო და ახლაც ცხელი თემაა. ჭულუკიანის ვითომ დასკვნამ გააცოცხლა კიდევ ეს თემა. რამდენად წარმატებული ბიზნეს პროექტი იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას. მაშინ ყველას და ყველაფერს რაღაცა კრიშა ყავდა. ვინ კრიშავდა აი ამ ერგენეთის ბაზრობას? ვისი შემოსავალი იყო? ვინ იყო მფლობელი? ვის შეძდიოდა მოგება ამ ბაზრის მუშაობით? შემოსავალი როგორც ქართველები კრიშავდნენ, ისე ოსები კრიშავდნენ იქიდან რა. ის რო იყო ერთი საზიზღარი პრეზიდენტი მაგათი კოკოიტი. ყველას მისდიოდა რა თენგო რა. ყველა ძოვდა იქ. წარმოიდგინე, აბსოლუტურად ყველა ძოვდა. როგორც ქართველი მაღალჩინოსნები, ისე ოსი მაღალჩინოსნები, ქართველი პოლიციელები, უშიშროების თანამშრომლები, ყველა ბალახობდა რა. აბსოლუტურად ყველა ბალახობდა. აქედან ჩასულ კაც გზაზე და გამოეკიდებოდნენ, გააჩერებდნენ რეალურად მე ჩემ ქვეყნის ტერიტორიაზე ვყიდულობ საქონელს, ხო? გამბაჟება რა კონტრაბანდაა თუ რა არის, ჩემ ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად გასული ვარ, ლეგალურად არ ქვია, მაგრამ გასული ვარ, არ ვიმალები, მივდივარ, ვყიდულობ. შენი პოლიციელი იქ დადის, იქ რატო არ მაჩერებს? გამოდის გზაში და გზაში დაგეწევოდნენ და აბა ბიჭო, ამდენი მოგვეცი და იმდენი მოგვეცი და იყო ეგეთი და გაიშნიკობა და საზიზღრობა. შევარდნაძის მერე, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ბაზრობა დაიხურა. 2004-ში ომი იყო, შეჯახება ომი, როგორც გნებავთ დავარქვათ. და ვითარება გამწვავდა. ამის შემდეგ რამე შეიცვალა კიდევ? აქტიურად ბოლოში რა გამოვიდა 29 კაცი დაგვეღუპა რა და კონტრაბანდა გადაინაწილეს მერე ზოგ-ზოგი ერთებმა რა ფაქტიურად ის ხალხი ვინც ჩადიოდა იქეთ და ეს სიგარეტი და ეს მოქონდა ხო პატარ-პატარა მანქანებით ვისაც მოქონდა ეს ხო და ვისაც ვინც ფულშოულობდა ერთი 1000 სიტყვაზე და 2000 კაცი სიტყვაზე თვეში ხო სულ ჩაუვარდა 5-6 კაცს რა 5-6 კაცს ჩაუვარდა ხელში თლიანად ეს ბაზრობის საქონელი რა ბაზრობის საქონელი და აი მათ მოქონდა როგორც პოლიციელები ისე ისინი ყველა აცილებდნენ და მან ყველა ჩარეული იყო რა ესეთი გვარებია იყო ჩარეული რომ მაგირო შეუტანე მე იმას რა ქვია მაგ მოხსენება რომ შეუტანე იმის მერე დამთავრდა ჩემი სამხედრო კარიერა სამშვიდობო ჯარების ამ სამ ბატალიონს როგორ ქონდა გადანაწილებული კონფლიქტის ზონა ეგრეთ წოდებული კონფლიქტის ზონა იმიტომ რომ იქ იყო ქართული სოფლები ოსური სოფლები და შერეული სოფლები ქართულ სოფელს შეიძლება ქართული ბატალიონი იცავდა მაგრამ აი და ოსურს ოსური მაგრამ აი შერეულ სოფლებს ვიღა იცავდა როგორ იყო ეს განაწილებული ხელშეკრულებით იყო დადგენილი პოსტები სად უნდა ყოფილიყო ანუ მან პოსტი იყო რუსული სამხედრო ნაწილები სოციალურები ან ათეულები იდგა გამიგი ერთი და იგივე ადგილზე და აქ მე წარმომადგენელი იყო როგორც ქართველი ისე თითო კაცი სხვა ნაწილებში ზოგ ნაწილებში ესენი იყვნენ ზოგ ნაწილებში ოსები იყვნენ აი ქართულ ტერიტორიებზე უკვე ქართველი სამხედროები იყვნენ ნიქოში იდგა ბატალიონი და ისინი აგზავნიდნენ აი ჩვენ ტერიტორიაზე რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით სასაზღვრო ტერიტორიებზე ქართველები ვიძექით იქეთ მხარეზე რუსები იდგნენ მაგრამ ყველა პოსტზე სადაც კი ქართული პოსტი იყო სიტყვაზე ანუ რუსული პოსტი იყო ან ოსური პოსტი იყო ორი კაცი ყოველთვის იყო ერთი ქართველი ერთი ოსი წარმომადგენელი დამკვირვებლის სახით ანუ დამკვირვებლები ერქვა ესენი აკონტროლებდნენ მე თუ რამე მოხდებოდა კონფლიქტი და რაღაცა გავიდოდით და ვცდილობდით რომ ეს კონფლიქტი არ მოგვეხვდა მაგრამ და რუსები თავისთავად ეხლა შენ პირში გიცინოდნენ და რუსულ საქმეს აკეთებდნენ თქვენი გამოცდილებით პროცესში უშუალოდ ჩართული და მონაწილე ადამიანის გამოცდილებით რუსები ყოველთვის ოსებს ემხრობოდნენ იმიტომ რომ მე არ მახსოვს აი ოსური მხრის ბრალდება რომ აი რუსული ბატალიონი ქართველებს ეხმარება რომ ისინი თითქოს ჩვენ მხარეს იკავებენ სამაგეროდ ბევრი მახსოვს ქართულ მედიაში და იქაურ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობაში ძალიან ბევრი საუბარი იმაზე რომ რუსები რეალურად ოსებს ეხმარებოდნენ იმათ მხარეს იჭერდნენ ასე იყო ეს რეალურად ასე იყო
ეკეთებოდნენ. არც ოსი უნდათ, არც ქართველი. უნდათ რუსული საქმე ეკეთებიათ. გააჩნია მე რამდენად ეშმაკი იყო ის რუსის გენერალი, ჩამოსული სარდალი, რომელიც ორივე მხარეს აკონტროლებდა. გამიგე ეს როგორც სარდალი ისე იყო და ქართული და ოსი მხრიდან კიდე წარმომადგენლები ყავდა ჩვენ სარდლებს ვეძახდით. ქართული მხრიდან. ხო და შენ კი გიცინოდნენ პირში, მაგრამ თავის საქმეს აკეთებდნენ რა. უფრო მეტად ოსებს უჭერდნენ მხარს. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ აი გავს აი იქ იარაღი ინახება და გავიქცეოდი თვითონ და წავიყვანდით ამბოს და უკვე გადამალული ქონდათ რუსებს და ემათ. ძიმე ტექნიკაო და ეს. ყველანაირად ცდილობდნენ რომ შენ დაეჩაგრე რა. ყველა კი სუფრაზე გამოყვებოდნენ, დალევდნენ შენთან ერთად, იქეიფებდნენ, აი სადღერძელოებს გეტყოდნენ. ვაშა გადაცემას უყურებდნენ და მერე წავიდოდნენ რა. საქმეს აკეთებდნენ ოსურს და ოსურსაც არა რუსებს. 2004 წლის ომში რა ძალები ყავდათ სეპარატისტებს, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოს სეპარატისტებს. და ვინ ვიპირისპირდებოდა ჩვენ აი სამხრეთ ოს სეპარატისტები, რაღაცა ბანფორმირებებით, არ ვიცი, მათი მილიცია თუ რეალურად რუსული არმია? არაფრის ხარჯზე რა ჯარები მაგათ ყავდათ, სად ყავდათ ჯარები? ჯარები არაფერი არ ყავდათ, რუსების ხარჯზე იყვნენ და რუსებთან ერთად იყვნენ. და რუსები აძლევდნენ მან ემას, რა ქვია, იარაღსაც რუსები აძლევდნენ და მე 2004-ში ომი დაიწყო შეტაკება, რომ ომს ვეძახე, მე ყოველ შემთხვევაში 29 კაცი დაგვეღუპა. მაშინ 50 კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა 58 არმიიდან. 50 კაცამდე კაცი ჩამოვიდა 58 არმიიდან, ჩამოვიდნენ ცხინვალში და უშუალოდ ეხმარებოდნენ საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვაში. ოფიცრები ხო, მაიორი, ვიცე-ისა, ანუ პოდპოლკოვნიკი ემათი და პოლკოვნიკები. ჩემი თვალით მაქვს ნანახი. უშიშროების ბიჭები რო დაიჭირეს 4 რო არ დაიჯერეს. ამათ და რო ეუნებოდი. მაშინ მივედი, ამ ივახნენკო იყო, მაგრამ ჩემთან ადრე მსახურობდა, მე სოხუმში დავეჯახეთ ერთმანეთს. ჩვენი ჯგუფებით. და იქ იყო და იმასთან ერთად მივედი იმათ ეგრეთ წოდებულ თავდაცვის სამინისტროში და იქ იყვნენ, იქ იდგენ და დათბირობდნენ და საუბრობდნენ, არც გემალებოდნენ, იმათ მარიცოდნენ მე ვინ ვიყავი. ივახნენკოს რაგან გავხევი ის ოსების ბატალიონის მეთაური იყო და თან სამშვიდობო ძალების სარდლის ოსების მხრის მოადგილე, სარდლის მოადგილე. ეს იყო გრუს ოფიცერი იყო, ლაგოდეხში მსახურობდა სპეცდანიშნულების ბრიგადაში. მე სამშვიდობო ძალები ორჯონიკიდან იყო, დედა ოსი ყავდა. ხო და მე სამშვიდობო ძალები რო წამოყვეთ, იქედან მიავლინეს და დარჩა ცხინვალში რა. იქ ცოლიცი ქაური მოიყვანა, შვილები ყავდა და იქ ცხოვრობდა რა. ეს რუსები ოფიციალურად რაღაც კი პატარა რაღაცა გაიჩხარონებდა, რუსები ჩამოდიოდნენ, იჯდნენ იმათ ეგრეთ წოდებულ თავდაცვის სამინისტროში და ოფიციალურად ეძლეოდნენ განკარგულებებს. 2004-ში ჯერ ქართული არმია ჩამოყალიბებული პრინციპში არ იყო, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროინდელი არმია იყო დიდწილად და ძალთა თანაფარდობა როგორი იყო? 2004 წელში რო დაიწყო ეგ სიტუაცია, მაშინ მე დაზვერვის მონაცემები რომ მოვკრიბე, ანუ 100-მდე ბრონირებული მანქანა, ტანკი და ესენი ყავდათ, გამიგე, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. ანუ რუსებს რაც ჰქონდათ, იმათაც იმას უთვლით, გამიგე, და ფაქტიურად რეალურადაც ეგრე გამოვიდა რა. 100-მდე ერთეული ყავდათ რა, როგორც ტანკი, ბეტერი, BMP, ეს ბრონირებული მანქანები ჩვეულებრივად ყავდა, ჩვენ არც ის არ ყავდა იმ მიმართულებაზე. და მაშინ მართლა კარგად მოისმინა ოქროაშვილმა. ფაქტიურად ჩვენ 1-3-ზე კი არა, 1-2-ზეც არ ვიყავით რა, ჩვენი ძალებით და საშუალებებით. იმ მომენტში, იმ მიმართულებაზე. და ჯარი ხო არა ყავდა, კაცო რა, ჯარი ყავდა. ტანსაცმელი იმათ არ ქონდა, ჩასაცმელი არ ქონდა და არაფერი. და მაშინ იყო დაწყებული ეს ჯარების ჩაცმა და ჯარების აღჭურვა და ეს მერე წამოვიდა 2004 წლის ფერი არ იყო ჯერ. თქვენ იყავით ქართული მხარის
ერთ-ერთი მეთაური ოფიცერი. მაგრამ მთელი ამ ოპერაციის, მთელი ამ ეგრწოდებული სამშვიდობო ძალების მეთაური იყო რუსი. ალბათ თათბირებს ის ნიშნავდა, ის ატარებდა. რამდენად ხშირად იკრიბებოდით რუსებთან და ოსებთან ერთად? რა საკითხებს განიხილავდით ზოგადად? როგორი მექანიზმი ჰქონდა თანამშრომლობის? ჩვენი ბატალიონი იყო ნიქოში. ერთი წარმომადგენლები ქვევით 6 შვიდკაციანი ჯგუფი სარდალთან ერთად, გურგენიძესთან ერთად იმასთან იმაში ცხოვრობდით ცხინვალში. მან და ყოფილი საბჭოთა კავშირის სანჟირო პოლკი იდგა. აი მაგის ტერიტორიაზე იყო რუსული ბატალიონიც იქ იდგა, ოსური ბატალიონიც იქ იდგა. ესენი შტაბებიც იქ იყო. საჭმელსაც იქ ჩვენით ვამზადებდით, მაგრამ სასადილოს ჰქონდა და ერთად ჩვეულებრივად ვიყავით. ყოველ დღეში 2-ჯერ 3-ჯერ შეიძლება გარეთ გამოსულიყავი, ხვდებოდი რა ამ რუსებს. როგორც ბატალიონის ხო და ბატალიონი თვითონ ეს ჩვენ ვიყავით დამკვირვებლების ჯგუფი რა და ბატალიონი თვითონ იდგა ცხინვალიდან რო გადიხარ სანამ ნიქოს შეახვალ. აი მან იდგა ყოფილი სამხედრო ნაწილი, აი სადაც საავიაციო პოლკის ქალაქი იყო, ხო? სადაც ოფიცრები ცხოვრობდნენ და ჯარისკაცები ცხოვრობდნენ, აი იმ ქალაქში ცხოვრობდნენ რუსები. შემოღობილი ჩვეულებრივი ყაზარმები, სამხედრო ყაზარმები იყო და იქ ცხოვრობდნენ, მაგრამ აი ეს მეთაურობა, შემადგენლობა, სამშვიდობო სარდლობა ერთად ვიყავით რა ყველა. და ხვდებოდით ყოველ დღეს შეხვედრები ჰქონდა, თუ რა ვინმე მოვიდოდა მომჩივანი რაღაცა ვიკრიბებოდით, ერთად წვითავდით. ვინ გაგვეგზავნა, ვინ წავსულიყავით და როგორ და რანაირად. სამშვიდობო ძალების ყოველდღიური საქმიანობა რა იყო? აი, რუტინა ეგრეთ წოდებული, გზაზე დგომა, პატრულირება, რაღაცა პოსტების დაცვა, შლაგბაუმის გახსნა, დაკეტვა? მანქანების მოტაცება იყო, მანქანების დაბრუნება იყო, პატარა ვიღაცა მოდიოდნენ ეს ნარკომანები, ვისაც წამალი უნდა და მოიპარავდა, გადმოაგდებდნენ ვიღაცას მანქანიდან, შევარნაძის დროა. გადმოაგდებდნენ მანქანიდან ვიღაცას, ჩამოიყვა ცხინვალში, რა უნდა და არავის არ უჩერებდნენ. გაიშინიკეს ბენზინი მათ არ ჰქონდათ და არაფერი. რო გამოკიდებოდნენ. შევიდოდნენ შემოვლითი გზებით. ფრახ ჩაუყვანდნენ წამალს მუგუჩი დიდმუხაში დაუტოვებდნენ ამ მანქანებს და იყო ერთი ამბავი რა. იქ მანქანები ისე ინახებოდა იმის დედავათი. სავსე იყო ქართული მანქანები და მე ამ მანქანების დაბრუნება და ერთი ამბები იყო რა. ეს ოსები აიღებდნენ იარაღს, გადავიდოდნენ კიდე შემოვლითი გზით იმერეთის გზაზე, საჩხერე ჭიათურის გზაზე, გავიდოდნენ. ან იქ მოიპარავდნენ, ან აქ მოიპარავდნენ, ან ქართველები გადაუყვანდნენ და მე იყო ეს ამას აყავს და გვეხაწებოდნენ მე ეს ნაცნობები ყველა. და ქარელის პოლიციის უფროსი მოვიდა ჩემი მასო სიმამსო მანქანა წართვესო და ასე დავაბრუნებიეთ ის და მთელი ამბები რა ესეთი რაღაცები იყო. მანქანები უფრო მეტად ვიდრე ადამიანები. გატაცება. აი ეს საკითხები რა დონეზე გვარდებოდა? რადონის ამ სეპარატისტების რადონის ხელმძღვანელობასთან ჰქონდათ ურთიერთობა? ალბათ იმედია ბანდიტებთან არ ჰქონდათ ურთიერთობა, ხო? და დარღვევებზე რაღაცა რა ასეთ ხალხთან ჰქონდა ჩვენ შეხება. ცხინვალის მილიციის უფროსთან ესეთი რომ აი დაბალ დონეზე ვისაც ჭირდებოდა დაიჭერდნენ ვიღაცას ჩვენსაც ჩამოიყვანდნენ ქართველს და შეაგდებდნენ იგერც ხე აი იმის გამოყვანაზე, მანქანის წართმეული მანქანის დაბრუნებაზე ესეთ რაღაცებს კოკოითან რა საქმე ჰქონდა ჩვენ. ამათ კი უბრალოდ გურგენიძეს. თემურ, ადგილობრივ მოსახლეობას თუ ჰქონდა იარაღი. ბევრი ჭორი მახსოვს, რომ თითქოს ქართველებს დაურიგეს იარაღი ამ ლიახვის ხეობაში, მაგრამ რეალურად იქ რაღაც საბრძოლო რაზმები არ ჩამოუყალიბებია არავის. ოსებს თუ ჰქონდათ იარაღი, იმათ თუ დაურიგეს, თავიანთ მომხრეებს თუ დაურიგეს იმათ იარაღი. ადრე ვინ როგორი შოვედა ხა, მაგალითად ერთი მეგობარი მყავს, მაგან ზვიადის დროს ახალი ვილისი ყავდა რა. ბობიკ ვილისი რო ეძახიან. გაყიდა ეს ვილისი და იარაღი იყიდა რა და თავის საძმაკაცოს მაშინ ცხოვრობს ეხა. ქვენატკოცაში რა. შალვა ქვია. ასე ვიღაცები რაღაცა ვაშს დაყიდიდნენ, ასე ცალკეცო თორე დარიგება ესე რომ აი მოსახლეობისთვის ყოველ შემთხვევაში მე მომსწრე არა ვარ. რომ აი მოსახლეობისთვის იარაღი დაერგებიათ. ეხა 95-96 წლებში კი მახსოვს რომ აი რომ დადიოდნენ
ავტომატურისაც დაუჭერდნენ სახში გაჩხრიკავდნენ, წაართმევდნენ, იჭერდნენ იმ კაცს და იყო მთელი ამბავი. საქართველოს მხარე რა, მილიციელები. უკვე აღარავის აღარ უნდოდა, რომ იარაღიანი ყოფილიყო და თვითონ უნდოდა ეკონტროლებია თავრობას შევარნაძის დროს. მიშას დროს არავის არ დაურიგებიათ, როგორც მე ვიცი. იარაღი, როგორც მე ვიცი და მე ყოველ შემთხვევაში 2004-ში მოსახლეობის არავის იარაღი არ დაურიგებია, რაც იქ ვიყავ. 2008 წელშიც არ ამგონია, იმიტომ რომ ჯარი უკვე შეერაღებული იყო და ჯარი ჯარს გავდა რა. როგორც თავის კაცულობით ოსებში დაურიგეს კაცო იარაღი. ოსებს დაურიგეს იარაღი. ოფიციალ რუსებმა დაარიგეს იარაღი. ჩვეულებრივად ხიები იყო და ცხინვალი იყო 2004 წელში რო იყო ცხინვალი, მაშინ ქონდა 33 იმად რა ქვია ნაწილად ქონდა დაყოფილი და ყველგან ყავდა თავთავისი შეერაღებული ჯგუფები. ყველაფერი არა, მაგრამ ბევრი რამ დაიწყო ეგრეთ წოდებული ადამიანიხასების და რაღაც ასეთი ორგანიზაციების აქტიურობით. მაშინ გამსახურდია დროს ადამიანიხას ხელმძღვანელი კულუმბეგოვი დაიჭირეს და თბილისში უშიშროების იზოლატორში ისდა, სანამ 91 წლის დეკემბერში ჯაბა იოსელიანთან ერთად არ გამოუშვეს, მერე გადასცეს ეგრეთ წოდებულ ოსურ მხარეს. აი ესეთი ორგანიზაციები როგორ აქტიურობდნენ, რამდენ ხანს გაგრძელდა მათი აქტიურობა, რამდენ ხანს დასჭირდა ისინი რუსს, მარტივად რო ვიკითხო. მე კულუმბეგოვი ჩამოიყვანეს მეთქე ადამიანიხასის ისა თვითონ ოსებს ყავდათ დაჭერილი და ერთი დედა ყავდა ქართველი ომონის უფროსი იყო, მე მიშას დროს დაიჭირეს აგერ გივიერკო. შეგვიყვანა იმან და ივახნენკომ სერგეიმ და მანახეს დაჭერილი ამან აგვარევია ქართვითონ ფული იშოვა და ჩვენ აგერ ადღეში ვარ და ცემდნენ რა იმაში რა ქვია პოლიციაში დაჭერილი ყავდა გაასამართლეს მე. თემურ დიდი მადლობა. იმედი მაქვს რომ ჩვენ სხვა კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზეც ვისაუბრებთ მომავალში. დიდი მადლობა და კარგ ბრძანდებოდ. მძიმე აღიარება, მაგრამ რუსმა კონკრეტულ შემთხვევებში ხან ჭკუით გვაჯობა. ანუ ტრადიციული სპეცსამსახურების მუშაობით, ხან კი უბრალოდ ძალით, რომელიც აღმარცხნავს, მოგეხსენებათ. ხშირად ჩვენს წინააღმდეგ იყენებდა და იყენებს ჩვენივე ნაკლს. არა ორგანიზებულობას, კორუმპირებულობას, პრივილეგიებისადმი მიდრეკილებას, სიზარმაცეს. ხანდახან ეს იგივეა, რაც სამშობლოს ღალატი. უახლესი ისტორიის ბევრი ფურცლიდან სამაჩაბლო ერთ-ერთი ასეთია, რომელიც რა თქმა უნდა არ დაწყებულა 1980-იანი წლების ბოლოს, დიდი ხნით ადრე მინიმუმ მე-20 საუკუნის პირველ წლებში დაიწყო დუღილი. როდესაც ჯერ გამოიგონეს, შემდეგ კი დაგვიკანონეს ტერმინი სამხრეთ ოსეთი, როგორც ვითომ ისტორიული. და ეს არა მხოლოდ ოსების, არამედ ქართველების ხელით გააკეთეს. ორჯონიკიძეების, ორახელაშვილების, მდივნების, ჯუღაშვილების, მახარაძეების, მოკლედ იმდროინდელი ქოცების. აი, ის ამბები გვაქვს გამოსასწორებელი ხვალდაზე. ჩვენს თაობასა და ჩვენს შემდგომ თაობებს. ქოცების შემდეგ, რა თქმა უნდა. ეს იყო ვაშა გადაცემა, თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოიწონეთ და აუცილებლად გამოიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე. Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.